ჩვენს ინდუსტრიაში კამპანიები, რომელსაც და პრომოები, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ, არის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი, ასე ვთქვათ, რომელთაც შედიოთ ბაზარზე და რომელთაც კონკურენციას უწევთ სხვებს, ხო? და ორი ძვირფასი ადამიანი, კამპანიების ლიდერი, რომელიც ახლა უგონშეთ, რომ საქართველოში ეგეთი პოზიცია არ არის, მარტო ანანოა ეგეთი, ანანო ჯაბუა და თამარა მანაგაძე, პროდუქტ მენეჯერი კაზინოების მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემი სტუმრები ხართ. მადლობა პირიქით. მოი დავიწყოთ თქვენი ამ როლების გაცნობით, ზუსტად რას ნიშნავს ეს ყველაფერი? აი ეს შენი უნიკალური მაინტერესებს პირველ რიგში. სხვა არ არის ეგეთი. რა არის ეგ? რა არის თქვენი ყოველდღიურობა? მიყვარს შენი პოდკასტების ყურება. მადლობა. კამპანიების ნაწილი ჩვენს კომპანიაში ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლია კამპანიების და ჩვენ ვაკეთებთ ყველაზე დიდ და ასე ვთქვათ მასშტაბურ კამპანიებს ჩვენი გუნდი. ჩემ როლს რაც შეეხება, მოკლედ დაწყებული მომხმარებელი პირველი შეხებიდან, რა შეხებაც აქვს კამპანიებთან და თვითონ ჩვენს პროდუქტთან, დასრულებული იქამდე, რომ უკავშირს დაგვებრუნებს კვლევით, იმის გაანალიზების ჩათვლით, ყველა წერტილში ჩემი როლი იკვეთება, რომ ყველა მონაკვეთში ჩემი მომხმარებელი და ჩემი პროდუქტის მომხმარებელი იყოს კმაყოფილი. და ეს კმაყოფილება როგორ იშლება, ასე ვთქვათ, აი ამ კომპონენტებზე ვარ პასუხისმგებელი. დაწყებული იმით, რომ ვთქვათ, როგორი უნდა იყოს კამპანია, მექანიკა, რა პრიზები უნდა მიიღოს, რა SMS-ი უნდა გავუგზავნოთ და როდის უნდა მიიღოს ეს SMS-ები, კამპანიის მსვლელობაში რაღაც ფაზები არსებობს, რომ ვთქვათ, დასაწყისი, მერე შუა, მერე საბოლოო. დასრულებული იმით, ვთქვათ, აი pop-up-ზე რო ტექსტი გამოდის, როგორი უნდა იყოს, ტექსტი სტილისტიკურად გამართული იქნება თუ არა და ასე შემდეგ. კამპანიის არსი რა უნდა იყოს მაგაში? კამპანიის არსი კი, რა თქმა უნდა. თავარი მექანიკა ვისთვის ვაკეთებთ? აი კამპანიას როცა ვგეგმავთ, ჩვენი გუნდი, პირველი არის ის, რომ ამ კამპანიას რომ გავაკეთებთ, ვისთვის იქნება? რას მოემსახურება და მე როგორ გავზომავთ ვის წარმატებას. პირობითად თუ კამპანია არის მომხმარებლების კმაყოფილების ზრდისთვის, პირობითად ვამბობ, უნდა ვიცოდეთ დღეს ჩვენს მომხმარებლების კმაყოფილების ქულა რამდენია. ამ კამპანიას რომ გავუშვებთ, მერე რა ქულა გვინდა რომ იყოს. ნუ ეს კვლევით რაც ამოდის, კი. ეს კვლევა შეიძლება იყოს სიღრმისეული ინტერვიუ, შეიძლება იყოს რაოდენობრივი კვლევა, დაკვირვება, ფაფქრაული, ჩვენი ძვირფასი პროდუქტი და ასე შემდეგ. ამაზე ცალკე ვაპირებ, რომ კვლევის ხალხიც მოვიწვიო და მაგაზე ვილაპარაკო. თუმცა საინტერესო მეთოდები გვაქვს, მეგონი ერთ-ერთი უნიკალური კომპანია ვართ, რომელიც ესე ესე პერმანენტულად ატარებს ესეთ კვლევებს და იკვლევს რა მოგწონს, რა არ მოგწონს და რას გავაუმჯობესებთ. და ჩვენი გუნდიც, არ ვიცი, განუყოფელი ნაწილია კვლევების დეპარტამენტი და ჩვენც ვეხმარებით, თქვათ, კითხვის დამუშავებაში. აი ამაშიც კი მონაწილეობას ვიღებთ იმ თვალსაზრისით, რომ აი კითხვები როგორ უნდა ფორმულირდეს, რა კითხვები უნდა იყოს, რამდენი კითხვა უნდა იყოს, ვიზუალი, ფოტოები როგორი უნდა იყოს კვლევაში, ნუ სეგმენტი ვინ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ. მოკლედ, კამპანიების ლიდერი გავიგეთ, რასაც ნიშნავს, ყველა უნივერსალი შეიძლება ითქვას, მოედანზე შეიყვანე მოთამაშე და კარის დაცვაც დაავალო, ნახევარ დაცვაც და შეტევაც. მაგრამ უდიდესი გუნდი არის, უნდა მიმაგრებს მარტო ჩემზე არ არის, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ადამიანია და ძალიან ბევრი პროფესიონალი. და ამ გუნდის მთავარი ღირსება არის, რომ ყველას ძალიან ახლო კონტაქტი გვაქვს ერთმანეთთან. ისე რომ ზოგჯერ ერთმანეთის რაღაცებს ვალდებულებებს ვფარავთ, თუმცა ეს გამოდის საბოლოო ჯამში ისე რომ არავინ არ ზარალდება და აი ყველა ერთად შეკრულად მუშაობს. ჩვენიერი. თამარ, პროდუქტ მენეჯერი კაზინოს მიმართულებით, ეს ხო, კამპანიების მიმართულებით ეს რას ნიშნავს? ჩემი როლი პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ ზოგადად აი ამ პროდუქტის გავლით კომპანიას მოუტანო ღირებულება. ღირებულება შეიძლება იყოს ფინანსური ან ცნობადობის გაზრდა. კი. პირველ რიგში ღირებულების მოტანა კომპანიისთვის. მერე უკვე რაც ანანო მახსენა, რომ აი ეს კვლევების ნაწილში ჩართულობა, ვიზუალურ ნაწილში ჩართულობა, თავიდან ბოლომდე, როცა კამპანიას გეგმავთ, ანუ იდეის გენერირებიდან დამთავრებული live-ზე რო უკვე production-ზე გადადის პროდუქტი,
და ეს უდიდესი პროცესი არის და აი ძალიან ბევრი ადამიანი არის ამაში ჩართული და ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს ამ პროცესში და მე უკვე production-ზე გასვლის შემდეგ მე უკვე მომხმარებელთან რა მივიტანეთ, როგორ მივიტანეთ ამ შედეგების განხილვა, გაანალიზება, როგორც დატის გაანალიზება და დაკვირვება, ასევე რაღაცა ფიდბექების გაანალიზება თუნდაც სოციალურ ქსელებში, თუნდაც რაღაცა სხვადასხვა ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევებით და აქედან გამომდინარე მე უკვე ახალი კამპანიის დაგეგმა. რაც შეეხება თვითონ აი იმ პროცესს, რაც შეეხება production-ზე პროდუქტის გასვლას რა, ამაში კიდე ჩართული არის კიდე ცალკე გუნდი, product team-ი, developer-ების UX დიზაინერების, ტესტერების, Scrum Master-ები, თქვენ პრინციპში ყველა მთელ ანუ იდეის დაბადებიდან მის გაშვებამდე და მე უკვე კავშირის დაბრუნებამდე ყველა რგოლში ჩართული ხარ, ხო? კი, ყველა რგოლში ჩართული ვართ. Product team-ი ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში უფრო იმ ნაწილში არის ჩართული, რომ ეს ყველაფერი ხარისხიანად და ლამაზად გააკეთოს და ლამაზად მიაწოდოს მომხმარებელს, თუმცა საბოლოო ჯამში გვინდა იქამდე მივიდეთ, რომ developer-ების და მთლიანად product team-ი, რომელიც შედგება აი რამოდენიმე მიმართულებისგან, ან რაღაც არის back-end developer-ი, ბაზის developer-ი, front-ის developer-ი, ანალიტიკოსი, UX დიზაინერი, UI UX დიზაინერი, Scrum Master და ასე შემდეგ. ანუ ყველა ეს ადამიანი გვინდა რომ საბოლოო ჯამში რაღაც მონაწილეობა მიიღოს ამ კრეატიულ პროცესში, ასე ვთქვათ რა. ეს ნახევარი რაც ჩამოთვალა ახლა ალბათ ერთი 10 წლის წინ ეგეთი პოზიციები არ არსებობდა. ნამდვილად ძალიან ახალი და ბევრი მრავალფეროვანი პროფესია არსებობს. აი რომ გავყვეთ მაშინ ნაბიჯ-ნაბიჯ ახლა და მოვყვეთ აი იგივე ეს დიდი პროცესი რაც არის, იდეაში კომპანიის მთავარი პროდუქტის შექმნაა, ხო? ეს რაც არ იქნება ხმამაღალი ნაცქვამი. ხო, ნამდვილად. როგორ ხდება აი პირველი იდეის გენერირება ან ინიციატივის გამოჩენა ვისგან მოდის რა აი ეს მინდა რომ დეტალურად კარგად გავიაროთ, იმიტომ რომ ბევრი შეიძლება ახლა გვიყურებს და აინტერესებს ჩვენ გუნდში შემოერთება და სადღაც რაღაცა დაიჭიროს Scrum Master-ში მე ჩავერთები ან რაღაცაში, ხო? კი ბატონო. მაგაზე ორივეს გეკითხები. კი ბატონო, ჯერ შენ გაზიარებ. ოკეი. პირველი ყველაზე ღირებული ჩვენს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირებულება რაც ჩვენს კომპანიას აქვს ის რომ არ ხარ ინიციატორი, რაღაც კონკრეტული როლი არ გაქვს იმისთვის რომ იყო ინიციატორი. ნებისმიერი ადამიანი და ძალიან ბევრი უცხო გუნდიდან მოგვისმენია რომ აი მოდი ამას ხომ არ გააკეთებდი. ამას მე რა თქმა უნდა უშველებელი ანალიტიკა, თუმცა აი როდესაც ვაანალიზებთ რეპორტებს რა, რომ თქვა წინა კამპანიებმა ში რა იმუშავა, რა არ იმუშავა და საუბრობთ, რომ ეს იყო კარგი, ეს იყო ძლიერი ნაწილი ჩვენს გუნდში, რომ აი ამაზე ვიმუშავეთ და ნელ-ნელა აი ესეც კაპდა, მოდი ნატურა გამინაცდა და ამას გავაკეთებ, ესე არ არის, ძალიან დიდი ინფორმაცია გჭირდება იმისთვის, რომ მე დააგენერო ის, რაც მართლა იმუშავებს იმ კონკრეტულ სეგმენტზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მართლა ღია ვართ და ბევრი აი თუნდაც ეხლა ორ თვეში ერთი კამპანია უნდა გაეშვას, სხვა გუნდიდან არის წამოსული, რომელიც რა თქმა უნდა მე ჩვენ დავამუშავეთ და ხორცი შევასხით, თუმცა იდეის გენერირებას სჭირდება ის, რომ იცოდე მანამდე რა მიმუშავა, რა არ იმუშავა, იცოდე პრეფერენციები შენი მომხმარებლის. ესე უცხო გუნდში ესეთი დეტალიზებული ვერ არის მომხმარებლის პრეფერენციები, იმიტომ რომ ჩვენ ამას ვსწავლობთ და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი კამპანიების და იმის რომ წარმატებულია ჩვენი კამპანიები არის ის რომ ჩვენ ვიცით ჩვენს მომხმარებელს რა უნდა. კონტექსტი ყველაზე კარგად თქვენ იცით. კი, ალბათ. ხო. და აი ამ რო დავიწყებთ თქვათ აი ამ ინიციატივაზე მუშაობას, შეიძლება საბოლოო სახე საერთოდ სხვა კონდეს, მაგრამ იდეა იყოს ის, რაც თქვათ ჩვენ მანამდე დამუშავებული გვქონდა. ეს გუნდში მუშავდება, ანალიტიკა კეთდება, სიმულაციები კეთდება, თქვათ
წინა თვეში რომ გაგვეშვა რას გააკეთებ და ან იმის წინა თვეში რომ გაგვეკეთებინა რას იზამდა. ეგეთ სიმულაციები როგორ კეთდება? ესეთია, ვალიდურია? კი, ვალიდურია. აი მაგალითად ჩვენ რომ დეკემბრის თვეში გაგვეკეთებინა ეს მექანიკის კამპანია, ჩვენ ხო დეკემბრის რიცხვები გვაქვს უკვე. ვადარებთ მონაცემებს, ასე ვთქვათ, ერთმანეთს რა. ძალიან ტექნიკური ნაწილია, მაგრამ აი მოტივად რო ავხსნა. რომ აი მაგალითად დეკემბრის თვეში აი ეს შეთავაზება რო გქონოდა ჩვენი მომხმარებლისთვის, რამდენს დააგენერირებდნენ, ბონუს რამდენი იქნებოდა ჩვენგან წასული ხარჯი, როგორი იქნებოდა მომხმარებლების დამოკიდებულება იქიდან გამომდინარე, რომ ვთქვათ, ჩვენ რო კამპანიებს ვაკეთებთ, ვეკითხებით მომხმარებლებს, ეს გირჩევნია რომ გავაკეთო, ეს თუ ვთქვათ, კიდე რაღაცა სხვა. და აი ამ ყველაფერს რო ვაჯამებთ, სიმულაცია კეთდება ერთ-ერთ ძალიან საჭირო პროგრამაში და დაახლოებით ვიცით რა შედეგი შეიძლება მოვიტანოს. სულთა მათემატიკურად რაღაცა სტომილების რაღაცა დოზით ალბათ ითვლება კონკრეტული შედეგები, ხო? კი ბატონო. და აი ეს ნაწილი რომ prediction-ებს ვაკეთებთ, მე რა შეიძლება იყოს წინასწარმეტყველებები, ეგრეთ წოდებული prediction-ები, აი რა შეიძლება მოიტანოს და უკვე იმდენჯერ გვაქვს ეს გაკეთებული, რომ ვიცით, რომ ცდომილება შეიძლება იყოს რაღაცა მინიმალისტური, ან თუ არ არის მინიმალისტური, მაშინ რა არ გავითვალისწინეთ. აი მაგალითად სპორტული ივენთების დროს ვერანაირ predictions ვერ გააკეთებ ისეც როგორცაც ვთქვათ წყნარ თვეში. იმიტომ რომ წყნარ თვეს როცა ვთქვათ სპორტულ ივენთ სოფლიო ჩემპიონატს შეადარებ, ვერ დაგიჯდება ის დატა რომელიც უნდა გქონდეს. აი outlier-ი რაღაც ხდება, ხო? ან თუნდაც ვთქვათ დეკემბერში, რომელიც არის ვთქვათ ახალი წლები და საქართველოს აი ყველა ტიპის მოვლენა უნდა გაითვალისწინო და ისე უნდა შეადარო. შევადარებ ვთქვათ სხვა სოფლიო ჩემპიონატებს, მან უკვე ტენდენციას გამოვაყენეთ, ხო? სხვა ახალ წლებს და კი. თუმცა ხო ვთქვათ სოფლიო ჩემპიონატი რაღაცა 4 წელიწადში ერთხელ არის და ისეთი რელევანტური დატა შეიძლება არ მოგწეს, იმიტომ რომ 4 წელში ბევრი რაღაც იცვლება, თუმცა თვეების ჭრილში რომ ავიღოთ, რომ ვთქვათ აი ყველაზე ორი წყნარი თვე შევადაროთ ერთმანეთს და მე ვთქვათ კიდე მესამე წყნარ თვეში გავუშვათ, ძირითადად შევცდომლად და რაღაც prediction-ების მართლდება. მშვენიერი, ანუ იდეა შეიძლება წამოვიდეს ნებისმიერ რგოლიდან, ეგ გავაკეთეთ. შემდეგ რა ხდება? ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც რაღაცას გეგმავთ და რაღაცა იდეა იბადება, როგორც ანანომ აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა ეს ანანო იქნება, მე ვიქნები თუ საერთოდ სხვა გუნდის წევრი თუ ჩვენი გუნდიდან რომელიმე სხვა მარკეტინგის გუნდის წევრი, მნიშვნელოვანია რომ მაგ დროს გავაანალიზოთ ზოგადად ბაზარზე რა ხდება. იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ ზოგადად კამპანიები არის უმნიშვნელოვანესი და მთავარი ინსტრუმენტი, რითიც შენ ბაზარზე ოპერირებ, მნიშვნელოვანია რომ გააკეთო ისეთი კამპანია, რომელიც კონკურენტ უნარიანი იქნება იმ მომენტში, იმ თვეში, იმ კვირაში თუნდაც. ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ დაგვიგეგმავს, აი რა არის კამპანიების ხიბლი რა, ასე ვთქვათ, შეიძლება ვიღაცისთვის ეს ცოტა ისეთი იყოს, აი ვისაც უყვარს ცოტა რუტინული მუშაობა და მშვიდი გარემო, იმათთვის ალბათ არ იქნება მომხიბლელი, მაგრამ ჩვენთვის არსებობს ისეთი მომენტები, როდესაც ჩვენ რაღაც დაგეგმილი გვაქვს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გარემო არის ძალიან დინამიური და საქართველოს ბაზარი არ არის პატარა, გვიწევს რაღაც ცვლილებები. ეს ცვლილებები მერე გვიწევს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, დაწყებული ლეგალიდან, დამთავრებული რა ვიცი, კოდში ცვლილებებით და ლეგალიდან კოდში ცვლილებებამდე არის უდიდესი გზა. ეს ცვლილებები რამ შეიძლება გამოიწვოს უცბად რა აყიდოს? ეს ცვლილებები შეიძლება კონკურენტმა გამოაგდო იგივენაირი პროდუქტი. კი, კონკურენტმა გამოაგდო იგივენაირი. მნიშვნელოვანია ძალიან ყველაზე მთავარი კიდე კამპანიები ხო მთავარია და ყველაზე მთავარი ამ კამპანიებში კიდე პრიზებია. ხო. ანუ მთავარი არის რომ შენ შესთავაზო მომხმარებელს საუკეთესო პრიზი, საუკეთესო ბონუსი, საუკეთესო გამოცდილება და გამოცდილებაში უგულისხმობ არა მარტო რაღაც პრიზის სიკარგეს, ასევე ტექნოლოგიურად გამართული ფუნქციონალი რა, რასაც ნიშნავს, რომ ანუ რაღაც მომხმარებელი, როდესაც შენს პროდუქტს მოიხმარს, მას რაღაც შეფერხებები არ უნდა ქონდეს, იმიტომ რომ ნუ მაგ დროს უკვე რაღაცნაირად უკმაყოფილება მოდის და ნუ გამომდინარე იქიდან ისევ რომ ჩვენ გამოვდივართ იქიდან რომ მომხმარებელი იყოს პირველ რიგში კმაყოფილი და ყველაზე კმაყოფილი ჩვენი პროდუქტით, შესაბამისად ნუ
უკვე ძალიან დიდ როლს თამაშობს ტექნოლოგიურად, როგორ არის გამართული ესათვის პროდუქტი. ეგ მაინტერესა და კაია რომ ამ თემასაც შეეხე. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, თქვათ, პირველადი იდეა, მოდი ესე ვთქვათ, იმისთვის რომ განხილვად ღირდეს. ამას თან ისე იმიტომ ვკითხულობ რაღაც იდეა მეც მაქვს. მე ცალკე გეტყვით. რა კრიტერიუმებია ის რომ გასაგები ალბათ რომ გამართული რომ უნდა იყოს და ბაგები რო არ უნდა კონდეს და ასე შემდეგ, ეგ უკვე შემდეგი ნაწილია. მაგას თამროს გუნდი მიხედავს მე. ხო, ის რო ხო რაღაცა და ასევე ის რომ არ იყოს განფროდვადი, ხო, რომ რაღაცა იქ თაღლითობა არ წავიდეს და რაღაცა ისეთი არ მოხდეს, რომ არაკეთილსინდისიერ ვიღაცა მითავი. კიდე რა კრიტერიუმებია ისეთი, რომ ხო, ეს რაღაც საინტერესო და ამის რაღაცა აღება ღირს. ან ეს ისეთი რაც არ აქვს დაუშვათ არავის და იქნება ინოვაცია. აი პირველ რიგში ეგ. მეორე რიგში აუცილებლად უნდა პასუხობდეს მომხმარებლის სურვილებს, მომხმარებლის გემოვნებას. აი ეხლა ერთმანეთს ხوار ეწინააღმდეგება. არა. ნახე, აი ეგ იკითხა მეც მქონდა მონიშნული და მაგიტო, აი ეხლა თქვენ რასაც ყვებით, იდეაში ძალიან ესეთი როგორ თქვა, ისეთ გამთ ნაბიჯებს, რომ ყველაფერი გაზომილ, დატესტილ, სიმულაცია, რაღაცა მან დრო აცდე ცოტა რთულია რა, მე მგონი, ნუ ესეც თავი რომ შევექნა. ინოვაცია როგორ შემოდის? მან ინოვაცია ხო გულისხმობს მაგას, რომ რაღაც ცოტა ახალია და სიმულაცია შეიძლება ვერ ხედავ, ისლში აბიჯებ რა. კი, ანუ რისკთან მიმართებაში მე მაქვს ესეთი პოზიცია, რომ ანუ რისკი თუ არ გაიღე, ასე ვთქვათ რა, ვერასდროს ვერ გაიგებ, რა შეიძლება და რა უკეთ გამოსულიყო და რა წარმატებას შეიძლება და რა შეხებოდი საბოლოო ჯამში რა. ანუ რისკი განუყოფელი ნაწილი არის ჩვენ სფეროში ისედაც და შესაბამისად ზოგადად პროდუქტის კეთების დროს მე მაგალითად, ნუ ეს რისკი რა თქმა უნდა, ცოტათი მაინც შეფასებადი უნდა იყოს. ცოტათი მაინც. მაგრამ რისკი ყოველთვის ღირს რა. თუ ის ცუდი გამოცდილება შენთვის გამოცდილება. მინიმუმ იმას გაიგებ, შენ მომხმარებელს რა არ უნდა და რა არ მოსწონს. მინიმუმ მაგას გაიგებ. მაშინ ჩემი იდეას თოდა შანსები გაეზარდა ეხლა. უბრალოდ იცი კიდე რას ვაკეთებ, სანდრო, როცა ესეთი ინოვაციური იდეები მოგდის. A/B ტესტინგს ვაკეთებთ რა. რაც იცი რაც გულისხმობს, რომ ავიღებთ საკონტროლო ჯგუფს, B სეგმენტს, რომელზეც გავტესტავთ ამ ინოვაციურ იდეას. მერე შევაფასებთ, როგორ იმუშავა. ის შედეგი თუ გამოიღო, რაზეც ჩვენ ვთქვათ რისკი გავიღეთ, იმიტომ რომ ის მომხმარებლებიც ხო შენი პასუხისმგებლობაა, რომ ისინიც კარგად იყვნენ, ანუ რაღაც ნიშნულოვანია რომ მათაც მოეწონოთ, მაგრამ თუ ეს ისეთ შედეგს გამოიღებს, რომ განზოგადებად ღირდეს, აქ შეიძლება იყოს 5000 კაცი, შეიძლება იყოს 3000, შეიძლება არ ვიცი 20 კაცი ამას გააჩნია რა მასშტაბს როგორია. ამასაც კი ვაზღვევთ, რომ ყველაზე ერთბაშად არ გაუშვათ ყველაფერი და ეგ პასუხისმგებლობას მოვსინჯოთ და A/B ტესტინგი რა ჩვენი სამსახურის განუყოფელი ნაწილია, ყველაფერს ვტესტავთ. იმიტომ რომ აი შეიძლება ითქვას, რომ აი ბიზნეს ლანდშაფტს ჩვენი კომპანია ქმნის კამპანიების ნაწილში და ხშირად არის იმიტომ რომ ჩვენ კამპანიებს ახლა რაღაცა თითქოს ჩვენ პროდუქტს ძალიან ვაკეთებ, მაგრამ ანუ ბაზარზე რასაც ჩვენ ვსწავლობთ, ანუ ჩვენნაირი გემიფიკაცია და ჩვენდენი გემიფიკაცია არც ერთ კონკურენტს არ აქვს. ხო, მე მოყვება ხოლმე რა. მე მოყვება ხოლმე, რაც ძალიან სასიხარულოა და ძალიან კარგია და აი ის ნაწილი რომ აი ამდენი გემიფიკაცია გაქვს და უკვე პასუხისმგებლობა გაქვს, რომ რაღაცნაირად შენ ხარ ლიდერი, ამ შემთხვევაში არ გაგვუფლება იმის, რომ რაც არ უნდა ვაუ იდეა იყოს, აი ესე გაუშვა ძალიან ბევრ ადამიანთან. თუმცა აი ყოფილა ეგეთი შემთხვევები, ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონატის დროს გავაკეთეთ კამპანია, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო მარკეტინგული, ასე ვთქვათ რა. და ეგეთ მომენტებში A/B ტესტინგს ვერ გააკეთებ. აბა აგვიხსენი ახლა უფრო კარგად. თავიდან ბოლომდე მარკეტინგული იყო, რას ნიშნავს? თავიდან ბოლომდე მარკეტინგული იყო, იმაზე რომ აი მარკეტინგში არსებობს ეგეთი ტერმინი WOMI რა, word of mouth და აი ეს კამპანია პასუხობდა მხოლოდ მაგას, რომ ანუ მომხმარებლების მით უმეტეს ეგეთ აქტიურ პერიოდში მომხმარებლების უმეტესობა და
შეიძლება ითქვას ყველა საუბრობდა სხვადასხვა პლატფორმებზე ამ კამპანიაზე. ოკეი. ან მე რატო დაგესვი არა მარკეტინგული რას ნიშნავს ან არა, ყველა კამპანია მარკეტინგული, მაგრამ ეს ცალსახად მხოლოდ მარკეტინგული. კი. ანუ ყველა კამპანია მარკეტინგულია ნამდვილად. ხო, რაც შეეხება იმას, რომ აი A/B ტესტინგი რაც ახსენა ანანამ, ეგ არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ დააზღვიო შეიძლება ის სეგმენტი, რომელსაც შენ ამ ყველაფერს ტესტავ, რაღაც მომენტში იყოს უკმაყოფილო, მაგრამ ეს სამაგიეროდ გაზღვევს იმისგან, რომ მთელი შენი სეგმენტი, რომელსაც მუშაობ და რომელსაც ხარ ორიენტირებული მთელი შენი სეგმენტი არ იყოს უკმაყოფილო და ნუ მე შეიძლება იქ სხვადასხვა ინსტრუმენტები არის რომ შეგიძლია რომ ეს უკმაყოფილება რაღაცნაირად დააბალანსო ასე ვთქვათ რა შეთავაზება რთულია და კიდე გეიმიფიკაციებზე მინდოდა მეთქვა რომ ჩემი საყვარელი მიმართულება არის გეიმიფიკაციები და აი რაც ახსენა ანანამ რომ ყველაზე მეტი გეიმიფიკაცია გვაქვს ბაზარზე საერთოდ ჩვენი კამპანია მე რომ გადმოვედი ამ გუნდში ჩვენ კამპანიაში იყო ერთი გეიმიფიკაცია სხვადასხვა გეიმიფიკაციები იყო გაკეთებული რომელიც სხვადასხვა პერიოდებში იყო ხოლმე პროდაქშენზე და ხელმისაწვდომი იყო მომხმარებლისთვის მაგრამ აი მე რომ გადმოვედი ზუსტად ეგ პერიოდი იყო როცა ჩვენ სტრატეგია შევცვალეთ და ვთქვით რომ მოდი ერთი რატო ანუ მოდი ყველა გემოვნების მომხმარებელს შევთავაზოთ რომ ვიღაცას იქ ეს მექანიკა მოწონს ვიღაცას სხვა მექანიკა მოწონს რატო უნდა შევზღუდოთ როცა ამდენი მომხმარებელი ყავს მართლა 1000 ან მართლა საოცარი რაოდენობა არის კამპანიების მომხმარებლების უტოლდება ფაქტიურად თვითონ საიტის მომხმარებლების რაოდენობას ხო აქტიური მომხმარებელი ანუ ამდენი მომხმარებელი რაღაც რაღაცა ერთი გეიმიფიკაციით და კონკრეტულად ერთი მექანიკით ვერ დააკმაყოფილებ და ყველა კმაყოფილი ვერ გეყოლება აი მაგაზე გამახსენდა რა შენ რო თქვი რომ ყველა კმაყოფილი ვერ იქნება უმეტესობა შეიძლება ყავდეს კმაყოფილი ხო უკვე კაი საქმეა შვენიერი ძალიან მაინტერესებს ასე ბევრისთვის შეიძლება საინტერესო იყოს ვინც პოტენციურად შეიძლება თვლიდეს რომ რატომაც არა შემოერთები აგერ ამ ძვირფას ადამიანებს და რაღაც საინტერესო რაღაცებს გავაკეთებ რა შესაძლებლობებს ვაძლევთ მათ იმიტომ რომ თქვენ წეღან ამბობდით რომ აი სხვა პროფესიით მოხდით და სხვა წოდით და კომპეტენციით და ამ პროცესში და ამ წლებში იმდენი რაღაც უნარები შეიძინეთ რომ ეხლა საერთოდ ისინი ხართ თუ რაღაც ჯედაები ხართ ხო ამ საქმის აი რას ეთყოდით თუნდაც თქვენს წინანდელ ვერსიას და ადამიანებს ვინც შეიძლება ჩვენთან მოსვლით და დასაქმებით დაინტერესებული იყვნენ. თვითონ პროდუქტიდან გამომდინარე, კამპანია იმ დოზით კომპლექსურია, ყველაფერს მოიცავს, აი, ყველა სკილი უნდა გქონდეს, დაწყებული უნდა იყოს კრეატიული, დასრულებული იმით, რომ ვთქვათ, რაღაცა ანალიტიკური მსჯელობა შეგეძლოს და მე ამი ყველაფრის გაანალიზება. მე ამის რიცხვებში თარგმნა, მე ამ რიცხვებიდან წაღება და ახალი ინიციატივის დაბადება. შესაბამისად, აი ამ ჩაწერის მიღმა რომ საუბრობდით, აი მე ქართული გრამატიკის ცოდნა დამეხმარა იმაში, რომ როდესაც მარკეტინგული კოპი მოდის ჩემამდე, რომ დავადასტურო, დაწყებული სტილისტიკა, როგორი უნდა იყოს, დასრულებული გრამატიკული, არ ვიცი, სინტაქსი, მორფოლოგია, ყველაფერს ვიხსენებ იმისთვის, რომ ჩემს მომხმარებელს კონდეს ტექსტი სუფთა და პასუხისმგებლობა მაქვს იმის, რომ აი მარკეტინგ წესებს რო კითხულობს მომხმარებელი ორჯერ აღარ წაიკითხოს რა ერთხელ რო წაიკითხავს ისეთი მარტივი ენით ეწეროს რომ გაიგოს და აღარ კონდეს დამატებით იმის სურვილი რომ ან კოლ ცენტრში დარეკოს ან კიდევ ერთხელ გადაიკითხოს და ასე შემდეგ და აი ვინც თქვა ეხლა ჩვენ გვიყურებს და ფიქრობს რომ აი მე ეს არ ვიცი და ვერ ვიმუშავებ კამპანიებზე ძალიან არასწორი იქნება იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი აი ვისაც ну შრომის მოყარე რო უნდა იყოს ამაზე აღარ ვიდავებ გარდა იმისა რომ თქვა აი ანალიტიკური კრეატიული ტიპი ვინც არის და ვისაც შეუძლია რომ გუნდში იმუშაოს რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ რომ მე
თამარასგან ვსწავლობ ძალიან ბევრ რაღაცას. აი იმ ტექნიკურ გუნდში რომ დავინტეგრირდი არატექნიკური ტიპი. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ უკვე რაღაცა საერთო მიზნები გვაქვს, ვუცვლით ერთმანეთს კომპეტენციებს და არ ვიცი, SQL-ის წერაც ვისწავლეთ, ხო? და მართლა ვისწავლე, როცა რაღაცა დამჭირდა და მანამდე ვუყურებდი დეველოპერი როგორ აკეთებდა რაღაცას, მივხვდი რომ აი იქ რო რაღაცა ერთი სიტყვა შევცვალო და დავწერო, რაც მე მჭირდება, იმას გავაკეთებ და ანალოგიურად არიან, ანუ ბიზნეს დათვლა იქნება, სიმულაცია იქნება, რეპორტის აგება იქნება თუ კვლევის დაგეგმა, უკვე რაღაცა ეს კომპეტენციები ისე ირევა ერთმანეთში, რომ ყველაფერი ვიცით, რა თქმა უნდა, ყველა თავის საქმეს აკეთებს. და ყველა თავის საქმეში პროფესიონალია. თუმცა გუნდში ინტეგრირება ხდება ძალიან მარტივად და აი მთავარია რომ აი გამოავლინო ის რომ შენ მზად ხარ და მზაობა გაქვს იმის რომ ბევრი რამე ისწავლო, შეგიძლია რომ ისწავლო და მიხვიდე იქ სადაც თქვა სადაც გინდა რომ მიხვიდე, კი. კი. აი ყველაფერში ვეთანხმები აბსოლუტურად. უბრალოდ დავამატებდი იმას, რომ ჩემი გამოცდილებიდან მე რო ამ გუნდში მოვედი, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა რაღაც QA ოფიცერის გამოცდილება, Scrum Master-ის გამოცდილება, Scrum Product Team-ში მუშაობდი სხვა როლში და ცოტა ხანი არა, მიუხედავად მაგისა, აბსოლუტურად ყველაფერი ვისწავლე თავიდან. იმდენი მიმართულება არის, რომელიც შეგიძლია რომ რომელსაც შეგიძლია რომ შეეხო, შეგიძლია კი არა აუცილებლად უნდა შეეხო. მარკეტინგი, ტექნიკური ნაწილი, ქართული გრამატიკა, გრაფიკული დიზაინი, UI, UX დიზაინი, ანალიტიკა, ფრონტი, ბექი, ბაზა, არ ვიცი, თუნდაც ტესტირება, თუნდაც აი თუნდაც კომუნიკაციები, თუნდაც digital კომუნიკაცია. მე ამ ყველაფერთან არ მქონია შეხება არასდროს და მიუხედავად მაგისა, რა ვიცი, ხომ მე მგონია, რომ გამომდის რაღაცები და გამოგვდის ერთად რა. ხო და ანუ აი ის რომ შენ არ შეგიძლია რაღაც, ეგ არის ნონსენსი. შენ თუ რაღაც გინდა, შენ ამას აუცილებლად შეძლებ. აი რაღაც ცოტა ესეთ შაბლონური ფრაზაა, მაგრამ ჩემი თავიდან გამომდინარე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. ხო, თქვენ ეგრე გაიარეს. დავადასტურო, კი, თუნდაც აი რაღაც ანალიტიკას რო ახსენებს, ხშირად ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. შენ როცა ანალიზებ შენი მომხმარებლის ქცევას, კმაყოფილებას, რა უნდა, როგორ უნდა და მე მაქედან გამომდინარე იღებ გადაწყვეტილებებს, იქ შეიძლება იყოს რაღაც მარკეტინგული სოლუშენი, შეიძლება იყოს რაღაცა ტექნიკურად სხვანაირად შეიძლება იყოს გასაკეთებელი, კომუნიკაცია შეიძლება იყოს გასაკეთებელი უბრალოდ, ან შეიძლება რაღაც სლაიდერი იყოს შესაძლებელი და შეიძლება იყოს რაღაც კონკრეტულ სეგმენტში პრობლემა და იმას მოუარო, შეიძლება ყველასთან იყოს პრობლემა, შეიძლება არ იყოს პრობლემა, მაგრამ რაღაცის გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება. და ეს მიმართულებები, რაც ვახსენე, იმდენად ბევრია, რომ მე რაღაცნაირად ერთად ვხდებით და ვფიქრობთ, რა არის ამის პანაცეა, ასე ვთქვათ, ანუ რა რითი უნდა მივხედოთ აი ამ პრობლემას თუ შესაძლებლობას თუ ასე შემდეგ. მოკლედ თქვენ გუნდში რომ ერთი 6 თვე იმუშაოს ადამიანმა შეიძლება ერთი 3-4 ფაკულტეტი დაამთავროს. ერთი უნივერსიტეტის დამთავრების ფასი არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გამახსენდა, როცა აი ამ ლიდის პოზიციაზე გადმოვედი და რაღაცები უნდა დამედასტურებინა და აი ეს პასუხისმგებლობა რომ ვიგრძენი UX-ი წავედი და აკადემიურ დონეზე ვისწავლე, ანუ უნივერსიტეტი, ანუ კურსები ავიღე, სადაც უნივერსიტეტის ლექტორები კითხულობდნენ UX და 6 თვიანი კურსი გავიარე, რომ UX-ი მესწავლა. იმიტომ რომ მე მეთქვა, რომ აი აქ რაღაცა არ მომწონს, იმის უკან რომ მკითხავ და დიზაინერი რა არ მომწონს, მე თქვა, რომ აი პროსტ არ მომწონს კი არა. აი იმიტომ არ მომწონს, რომ რაღაცა, ხო, ანუ ხო უნდა კონდეს ამ დადასტურებას კიდე თავის, აი დღესაც თქვა SMS-ში რომ რაღაცას ვიტყვირო, თქვა აი აქ ეს არ მომწონს, ვიცი რატომაც არ მომწონს, რომ იმიტომ რომ შეიძლება ჩვენი ბიზნესი ხო ძალიან სპეციფიკურია და რაღაცა აღმატებულ ხარისხში ვთქვა სიტყვები არ უნდა გამოვიყენო, ძალიან ხო არ არის საჭირო. და აი თუნდაც აი
ნიშნულოვანი ბათონი, სადაც არის რომ მე სადაც ვიცი რომ ჩემი მომხმარებელი რო დააჭერს, იქიდან უკვე განსხვავებული ის ექნება, უნდა ვუთხრა ჩემს UX დიზაინერს, რომ აი როცა სკროლავს, აი წერათითთან ახლოს იყოს, იმიტომ რომ ნიშნულოვანია ის ბათონი რომ იქ იჯდეს. ან აი წითელი რატო უნდა იყოს, ან მწვანე რატო უნდა იყოს და თქვა ვარდისფერთან ყვითელი რატო არ უნდა გავაკეთოთ, ეს აბსოლუტურად ყველამ ძალიან კარგად იცის. თუმცა მეც რო ვიცი და ისე ვუყურებ page-ს უკვე ძალიან გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც არის ალბათ ხო. და UX-ის კვლევა კიდე ცალკე კეთდება. კი, ამაზე გქონდა ჩვენ ცალკე ეპიზოდი, ძალიან საინტერესო თემა ეს მართლა ისეთი ცალკე მეცნიერებაა მართლა. კი, მართლა ეგრე არის, რომ ჩვენ გუნდში არ იქნება ხმამაღალი თქვამი და ვიტყვი რომ მართლა high professional ტიპები ყავს ყველა აბსოლუტურად UX-ის დიზაინერი იქნება თუ გრაფიკული დიზაინერი თუ დეველოპერი თუ არ ვიცი CLM-ი თუ არ ვიცი ყველა და შესაბამისად ანუ შენ დრო შეეკამათო მაგ დროს და ანუ რაღაც უთხრა რომ მოდიც რა არის ესე კი არა ესე ანუ აუცილებლად უნდა გქონდეს არგუმენტი ეგრე არ არის რომ აი რაღაცა UX დიზაინერი რო გიზის წინ რომელიც აუცი წლებია უკვე მაგ მიმართულებით მუშაობს ან გრაფიკული დიზაინი აი გრაფიკულ დიზაინერს რო ეუბნები რომ აი რაღაცა აი აქ ფერი ცოტა დავამშვიდოთ რა ანუ არგუმენტი უნდა გქონდეს და ხო, მაგაში გეხმარება. აბა რა, დეველოპერთან ხარ უყნები რა, იცი რა არის, აი რაღაც ეს ბათონი ესე უნდა მუშაობდეს და ეს flow უნდა გაიაროს მომხმარებელმა, უნდა აუხსნა, იმიტომ რომ თუ არ აუხსნი ადამიანს, გუნდის წევრს, რისთვის აკეთებს ამ ყველაფერს, გამორიცხულია რომ იმ შედეგ შეიძლება გააკეთოს ზუსტად ის, რასაც ეტყვი, მაგრამ შედეგი ის არ დადგეს, რაც შენ გინდა. კი ბატონო. ბოლოსკენ მინდა ასევე ერთ ეგეთ თემას შევეხოთ, თქვენი აზრით რა იქნება თქვენ სფეროში ხვალინდელი დღე? არ ვიცი, AI-ის ჩართულობით თუ საერთაშორისო გამოცდილებით, აი რას სათხედავთ მომავალს, როგორი იქნება კამპანიების მიმართულებით ჩვენი ინდუსტრიაში? ნავი რამდენიმე წელიწადში ამბები. ხო. predictions როგორ გააკეთებთ A/B ტესტინგი. ხო, იცი AI რაღაც დოზით უკვე შემოსულია ჩვენთან და ვიყენებთ ასე ვთქვათ AI-ს. რაც შეეხება მომავალს, ჩვენ გვაქვს სტრატეგიაზეც, რა თქმა უნდა, ჩვენი კამპანიების სტრატეგიებზე ჩვენ ვმუშაობთ და აი ამ სტრატეგიაში უკვე გვაქვს ისეთი ფუნქციონალები, რომელიც ამ ეტაპზე ტექნიკურად გამოსვლადი არ არის, რაზეც ალბათ ამ რო უკეთესად ისაუბრებს, თუმცა სამომავლოდ გვინდა რომ აი მაგალითად მეტად პერსონალიზებული page-ი. რაც იმას გულისხმობს, რომ სანდრო რო შემოვა სანდროს დახვდეს ის, რაც სანდროს სჭირდება. ანანო რო შევა, ანანოს დახვდეს ის, რაც სჭირდება. ტექნიკურად ეხლა ეს გამოსვლადი ასე თუ ისე არ არის. აი, გემიფიკაციებზე რო საუბრობდით, ხო, გვაქვს ბევრნაირი გემიფიცირებული თამაში. რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი შევა და ათვალიერებს რაღაც აი თქვათ 6-7 გემიფიკაცია, იმიტომ რომ ესეც UX-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დებულებაა, რომ დიდი არჩევანი ძალიან აბნევს მომხმარებელს და რაღაცა 7 ცალი თამაშიდან შეუძლია არჩიოს რამდენიმე. აი, როცა შევა, უნდა უთხრას, რომ აი შენი საყვარელი თამაშები ეს არის. ეს ახლა არ გვაქვს. თქვათ შეუძლია ახალ ჩვენს ინიციატივებს, აი ეს შენთვის მორგებული იქნება და მოდი აბა ეს ცადე. და ასე შემდეგ, ანუ ბევრი ისეთი ინიციატივაა, რომელიც ვფიქრობთ, რომ იმ დროს, როცა უკვე ინსტრუმენტები, ეს თულები, CRM თულები რა უფრო მეტად შემოვა ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩვენც მზად დავხვდებით, იმიტომ რომ ულევი რაოდენობის ინიციატივა გვაქვს, რომელიც გვინდა რომ ნელ-ნელა დავიწყოთ. რაც 2 წლის წინ თქვა შეუძლებელი გვეგონა, დღეს ეგ გვაქვს. და ამიტომ რაღაცა პატარა ჯირაზე გვაქვს გაკეთებული იდეები და ინიციატივები, სადაც ვაუხსნათ ხალხს არის ჯირა არის პლატფორმა, რომელზეც შეგვიძლია რომ ვაკეთოთ ნოუთები, ასე ვთქვათ, თავისი აღწერით, რა იყო ამის მოტივი, რა რეპორტზე დაყრდნობით გავაკეთეთ და აი პატარა რაღაც მნიშვნელოვანი ნოუთები გვაქვს გაკეთებული. რაც ვფიქრობთ, რომ რეალურად გამოსვლადია იმ შემთხვევაში თუ ტექნიკურად კიდევ უფრო მეტად განვითარდებით რა და ამაზე ვმუშაობთ. ეხლა ერთ-ერთ
დიდ კომპანიას ვემუშავებით იმისთვის, რომ თქვა და კომუნიკაციები იყოს ბევრად უფრო პერსონალიზებული და ბევრი ადამიანის ჩართულობა არ სჭირდებოდეს და ხვალინდელი დღე იქნება ალბათ უფრო მეტად პერსონალიზაციისკენ წასული რა. გასაგებია, რომ სხვა დავამატებდი. პირველ რიგში იმას დავამატებდი, რომ გავიმეორებდი უფრო სწორად რა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ტექნოლოგიური განვითარება იმისთვის, რომ